მეტი სარგებელი თითოეულ კილომეტრში. თეგეტა ჰოლდინგი ავტოპარკის მართვაზე მიდგომას ცვლის და ბიზნესს აძლევს საშუალებას რესურსები უფრო ოპტიმალურად გამოიყენოს. Price per kilometer. თეგეტა ბიზნესის ფარგლებში კომპანია კორპორაციული მომხმარებლებისთვის საბურავების შერჩევისას ახალ საფასო მოდელს თავაზობს, რა დროსაც საბურავის ღირებულება 1 კილომეტრზე გამოთვლით განისაზღვრება. აი ამ თემაზე სასაუბროთ რუბრიკაში თეგეტა ბიზნესის წარმომადგენელი ნიკოლოზ მამუკაშვილი, რომელიც კონკრეტულად თეგეტა მოტორსის პროდუქტების უფროსი ოფიცერი, PPK პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ. სწორედ ის მოვიწვიეთ. მაშასე ნიკოლოზ მამუკაშვილი, თეგეტა მოტორსის პროდუქტების უფროსი ოფიცერი, PPK პროექტის ხელმძღვანელი არის ჩვენთან ერთად BMG სტუდიაში და მე მას მივესალმებით. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მობრძანებისთვის, ნიკო. მოდი პროექტთან დაკავშირებით ვთქვათ, ორი სიტყვით რა, როგორ ჩამოყალიბდა, ვიზი არის ის კონკრეტულად გათვლილი, PPK price per kilometer, რაც ნიშნავს 1 კილომეტრზე კონკრეტულად საბურავზე ამ ყველაფრის წვეთაზე მიგვას. გისმენთ მეტი. Price per kilometer 1 კილომეტრზე ფასი ნიშნავს ხარჯების ეფექტურობის გაზომვას და გამოიყენება საბურავის ჯამური ხარჯის შესაფასებლად მის მიერ გავლილ მანძილთან მიმართებაში. ეს მოდელი არის ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება საბურავის ჯამური ფასის შესაფასებლად მისი საწყისი შესაწყიდი ფასის მიღმა. 1 კილომეტრზე ფასი გამოითვლება შემდეგი ფორმულით. პირობითად, თუ საბურავის ფასი არის 1000 ლარი და მის მიერ გავლილი მანძილი არის 100.000 კილომეტრი, ასეთ შემთხვევაში საბურავის ფასი გამოდის 1 კილომეტრზე 10 თეთრი. აღნიშნულ მოდელს დიდი ხანია უკვე გამოიყენებენ მსოფლიოს საერთაშორისო აღიარებული ბრენდები და დამკვიდრებული წესია, მსგავსი კალკულაცია. კი, აპრობირებული მეთოდია და დიდი ხანია მსოფლიოში გამოიყენება ისეთი ბრენდების მიერ, როგორიც არის Michelin და Bridgestone. რატო ხდება აღნიშნული სერვისი აი ამ ტიპის კალკულაციით და შეთავაზებით საინტერესო კორპორაციული კლიენტებისთვის? კორპორაციული კლიენტებისთვის პირველ რიგში საინტერესო შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი გამოიყენებენ ბიუჯეტური სეგმენტის საბურავებს. გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტური სეგმენტის საბურავების ფასი შედარებით ნაკლებია, ვიდრე პრემიუმ საბურავების ფასი, ასეთ შემთხვევაში პრემიუმ საბურავების წარმოებლებმა დანერგეს ეს მიდგომა, რადგან დაითვალონ სრული ღირებულება საბურავისა. ჩვენი პრიორიტეტია, რომ ავტოპარკის მფლობელებისთვის მათი დანახარჯები გახდეს ეკონომიური და ეს პროცესები, რაც ავტოპარკის მფლობასთან არის დაკავშირებული, გავხადოთ ხარჯთეეფექტური. მაგალითად, რომ ავიღოთ იმ შემთხვევაში, თუ ავტოპარკის მფლობელები დაინტერესებული არიან ამ პროცესში ჩართვისთვის, ამისათვის საჭიროა 2 იდენტური ავტომობილის შერჩევა მინიმუმ, ერთი ავტომობილის აღჭურვა სრულად იმ ბიუჯეტური საბურავებით, რასაც ისინი მიმდინარედ იყენებენ, კი ბატონო, და მეორე ავტომობილი სრულად უნდა აღიჭურვოს თეგეტას მიერ შეთავაზებული პრემიუმ ბრენდით. და ეს რომელი ბრენდები შეიძლება იყოს? Michelin, Bridgestone. და თქვენ ამბობთ, რომ ისინი ამ შეთავაზების ფარგლებში გარდა ხარისხისა, რასაც ბრენდები თავისას საუბრობენ, დაინახავენ საკმაოდ სერიოზულ დაზოგვას? აქედან მივდივართ? ცოტა უფრო მეტ დეტალში რომ ჩავიდეთ, როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროექტი და პროცესი. პირველ რიგში დაყენების მომენტში აუცილებელია ავიღოთ მონაცემები, ეს არის ოდომეტრის ჩვენება, ავტომობილის მონაცემები, შეირჩეს 2 იდენტური ავტომობილი, რომელთაც ერთსა და იმავე პირობებში უწევთ ოპერირება. მათი ამ პროცესებზე მორგებული შესაბამისი მოდელი უნდა შეირჩეს საბურავის და დაახლოებით თვეში ერთხელ ხდება ამ საბურავების მონიტორინგი. და პროცესი გარდა იმისა, რომ 1 კილომეტრზე მივიღებთ დანაზოგს აუცილებლად პრემიუმ საბურავის შემთხვევაში, აქვე უნდა აღვნიშნო ის, რომ პრემიუმ საბურავები იძლევა საწვავის ეკონომიას განსაკუთრებით გადამზიდავი კომპანიების შემთხვევაში 3-დან 5%-მდე, რაც ციფრებში რომ გარდავსახოთ, ნიშნავს დაახლოებით 5000 ლარიანი ეკონომიას წლის ჭრილში. 2 სეგმენტად შეგვიძლია დავყოთ PPK პროექტი. ერთი სეგმენტი არის, როგორც უკვე ვახსენე, გადამზიდავი კომპანიები, ხოლო მეორე სეგმენტი არის კომპანიები, რომლებიც უგზოობაზე მუშაობენ. გადამზიდავი კომპანიების შემთხვევაში გარბენი გაცილებით მაღალია საბურავის და დაახლოებით 100.000 კილომეტრს შეადგენს სრული დატვირთვის შემთხვევაში წლის ჭრილში, ხოლო უგზოობაზე მომუშავე კომპანიების შემთხვევაში სხვადასხვა ეს გარბენი მათი სპეციფიკიდან გამომდინარე.
გადამზიდავი კომპანიების შემთხვევაში პროექტის სრულად დასრულებას გაცილებით დიდი პერიოდი ჭირდება, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ ამ პროექტს ბოლომდე დავაკვირდეთ, შუალედური შედეგების საფუძველზე უკვე შეგვიძლია გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ იმისა, რომ 1 კილომეტრზე ფასი პრემიუმ საბურავების შემთხვევაში აუცილებლად უფრო ნაკლები გამოდის. საქმიანი საზოგადოება, რომელიც თვალყურს ადევნებს პირდაპირ ეთერში ან ჩანაწერით ჩვენ საუბარს, თქვენ შეთავაზებას. PPK, ანუ price per kilometer, ეს უკვე ძალაშია, მოქმედებს, ანუ მოვიდა კომპანია, რომელიც წარმოდგენილია აღნიშნული ავტოპარკით და სპეციფიკით იქნება ეს სპეცტექნიკა თუ სხვა ტიპის გადამზიდავი საშუალებები, მას შეუძლია უკვე ამით ისარგებლოს? რა თქმა უნდა, დაახლოებით 1 წელია ჩვენ რაც უკვე ამ პროექტს მივყვებით და ვახორციელებთ ამ პროექტს, კი ბატონო. თუმცა სანამ ამ პროექტს ჩვენ კორპორაციულ მომხმარებლამდე მივიტანდით, პირველ რიგში ჩვენ საკუთარ ავტოპარკზე დავტესტეთ და გამომდინარე იმ შედეგებიდან, რაც მივიღეთ, თამამად შეგვიძლია უთხრათ ავტოპარკის მფლობელებს, რომ ამ პროექტში ჩართვით ისინი აუცილებლად მიიღებენ 1 კილომეტრზე ეკონომიას, მიიღებენ საწვავის ეკონომიას, აქვე მიიღებენ ნაკლები მოცნენის ხარჯებს, გამომდინარე იქიდან, რომ პრემიუმ საბურავის გარბენი გაცილებით მაღალია ვიდრე ბიუჯეტური საბურავის გარბენი და ამ პროექტში ჩართვისათვის საჭიროა მხოლოდ მათი ნება-სურვილი და მათთან ერთად ვახორციელებთ დაკვირვებას ამ ავტომობილებზე და ნიკა, ბოლოს ექნება თუ არა საშუალება დაინტერესებულ ბიზნესებს თქვენთან მოსვლისას, ვიდრე საბოლოოდ გადმოერთვებოდნენ PPK თემაზე, რომ წინასწარი კონსულტაციები, წინასწარი კალკულაციაც გაიარონ, ამისთვის თეგეტას გუნდში, თეგეტა მოტორსის მიმართულებით არის თუ არა შესაბამისი კონსულტანტები, ვინც არა მხოლოდ შემდგომ პერიოდში, რაც თქვენ აღწერეთ, ოდომეტრიდან ვიდრე ყოველთვიური დაკვირვება, არამედ თავიდანვე აუხსნიან და კონსულტირებას გაუწევენ. რა თქმა უნდა, აღნიშნულ პროექტზე მუშაობს საკმაოდ დიდი ჯგუფი და იმ შემთხვევაში თუ კორპორაციულ კომპანიას აქვს სურვილი ჩაერთოს ამ პროექტში, შეგვიძლია წინასწარ გავიაროთ აბსოლუტურად ყველა კალკულაცია და ხარჯი და წინასწარ მიღებული შედეგების საფუძველზე ჩვენ უკვე რაც გვაქვს გამომდინარე ჩვენ ჩატარებული ტესტებიდან გავუზიაროთ ეს შედეგები, თუმცა აქვე დავსწრენ, რომ სხვადასხვა კომპანიისთვის მათი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე ეს ციფრები შეიძლება სხვადასხვა იყოს, თუმცა პროცენტული ფარდობა პრემიუმ საბურავსა და ბიუჯეტურ საბურავს შორის მეტნაკლებად იგივე რჩება, რაც უზოგავს ხარჯებს, რაც უზოგავს საბოლოო ჯამში ხარჯებს ბიზნესის მფლობელებს. ნიკა, დიდი მადლობა. მადლობა წარმატებები თქვენ და მადლობა შეთავაზებისთვის. ნიკოლოზ მამუკაშვილი, თეგეტა მოტორსის პროდუქტების უფროსი ოფიცერი, PPK პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ. მადლობა მას მობრძანებისთვის.